მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2017 წელი გამოცანა ნომერი 5. გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მდებარე ერთმანეთზე თოკით გადაბმულ m და 2m მასის ძელაკებზე მოქმედებს შესაბამისად f და 2f ძალებიო და ვაკითხებიან განსასწოროთ თოკის დაჭიმულობის ძალა. კარგით, ესე იგი მოდით ასე მოვიქცეთ ამ ამოცანის ამოსახსნად. პირობითად დავუშვათ, რომ ეს სხეული იყოს პირველი სხეული და ეს სხეული იყოს მეორე სხეული. და ეხლა მოდით თითოეული სხეულისთვის ჩავწეროთ ნიუტონის კანონი. კერძოდ, პირველ სხეულს ვეწევით f ძალით, შესაბამისად თოკის დაჭიმულობა იქნება მარცხნივ მიმართული, ის იქნება t თოკის დაჭიმულობის ძალა და რადგანაც თოკი t დაჭიმულობის ძალით იჭიმება, შესაბამისად ნიუტონის მესამე კანონიდან გამომდინარე 2m მასის სხეულიც იგივე ძალით უპასუხებს, შესაბამისად აქაც ვიქნება t დაჭიმულობის ძალა და განვიხილოთ ჯერ პირველი სხეული ზერა ძალები მოქმედებს და მერე მეორე სხეულზე ზერა ძალები მოქმედებს, ხო? ამისთვის მოდი ახლა პირველ შემთხვევაში პირველ სხეულზე მოქმედებს f ძალა მარჯვნივ მიმართული, მოდი ჯერ ვექტორულად ჩავწეროთ, დამატებული t დაჭიმულობის ძალა, რომელიც ამ ჩვენ სხეულს ანიჭებს, რომელიც ტოლი არის ძალთა ტოქმედი ნიუტონის მეორე კანონიდან, ეს ტოლი იქნება მასისა და აჩქარების ნამრავლის. ხო, ახლა გავითვალისწინოთ იმას, რომ როგორც მთლიანი სისტემას, მასე თუ შევხედავთ, ბუნებრივი არის ამ მთლიან სისტემაზე ძალთა ტოქმედი იქნება მარცხნივ მიმართული, რადგანაც მარცხნივ 2f ძალა გვაქვს, მარჯვნივ f ძალა, შესაბამისად ტოლქმედი მთლიანი სისტემაზე მოქმედი ძალთა ტოქმედი იქნება f, რომელიც იქნება მარცხნივ მიმართული. შესაბამისად აჩქარებაც ამის გამო გვექნება მიმართული მარცხნივ. ამასთან, მოდით ღერძით შემოვიტანოთ პარალელურად, მოდი x ღერძი პირობითად მიმართოთ აჩქარების მიმართულებით, ეს იყოს x ღერძი და მოდი ეს პირველი განტოლება დავაგეგმილოთ. f და x ღერძი ურთიერთსაწინააღმდეგოდ არიან მიმართული, ხო? შესაბამისად იქნება -f-ს, t და x ღერძი პირველ შემთხვევაში ერთწრიგასწრივა დაემატება t და ეს ტოლი იქნება მასისა და აჩქარებაც x ღერძის გასწრივა, შესაბამისად პირდაპირ აგვიქნება აქ. ეს რაც შეეხება პირველ სხეულს. ახლა მეორე სხეულისთვის მოდი იგივე გავაკეთოთ. მეორე სხეულზე მოქმედი ძალთა ტოქმედი იქნება 2f-ს დამატებული t აქაც t დაჭიმულობის ძალა. ეს ტოლი არის მეორე შემთხვევაში სხეულის მასა არის 2m, ხო? ამიტომ 2m გამრავლდება ამ სხეულის აჩქარებაზე. ორივე სხეულს ერთნაირი აჩქარება აქვს, რადგანაც გადაბმულები არიან, შესაბამისად აჩქარება შეგვიძლია ორივეგან ერთ და იგივე დავწეროთ და ესე დავაგეგმილოთ. 2f და x ღერძი ერთწრიგასწრივა აქაც, ესე იქნება 2f. მეორე შემთხვევაში t დაჭიმულობის ძალა და x ღერძი ურთიერთსაწინააღმდეგოდ არის მიმართული, ამიტომ გამოვაკლდება -t, ეს ტოლი იქნება 2m ჯერ აჩქარებაც და x ღერძის ერთწრიგასწრივა 2m ჯერ a იქნება. ესე იგი, მოდი აქ ქვემოთ მივუწეროთ სისტემასავით, რომ გამოგვივიდეს 2f - t, გამოგვივიდა მეორე მხრივ 2m-a ტოლი. და მოდი აქედან ახლა ჩვენ როგორ მოვიქცეთ. მოდით მეორე განტოლება სისტემაში შემავალ მეორე განტოლებას, მოდით გამოვაკლოთ პირველი განტოლება. 2f-ს რომ არა, გამოვაკლოთ, გამოკლება მგონი არ გამოგვადგება აქ. მოდი ჯერ დავუმატოთ. მოდით მეორე განტოლებას აქ, ჯერ აჩქარება რო გავიგოთ. მეორე განტოლებას დავუმატოთ პირველი განტოლება. ესე იგი 2f-ს დავუმატებთ -f-ს, ეს დაგვრჩება f-ის ტოლი. -t-ს რო დავუმატებთ t-ს გაბათილდება. შესაბამისად t-ები აღარ გვექნება და ეს ტოლი იქნება 2m-ს მას თუ დავუმატებთ 3m-ას, აღვიხდება 2m-ას თუ დავუმატებთ m-ას, აღვიხდება 3m-ა. და მოდით აქედან ახლა აჩქარება გავსაზღვროთ. აჩქარება ტოლი იქნება f-ი შეფარდებული 3m-თან. და მოდით აი ახლა ეს თუ არის პირველი განტოლება და აი ეს მიღებული შედეგი თუ დავარქვათ მეორე შევიტანოთ პირველში. ესე იგი მეორე მიღებულ შედეგს თუ შევიტანთ პირველ განტოლებაში სისტემაში შემოვალში, აქედან გამოგვივა რომ t-ს გამოკლებული f-ი, ტოლი გამოგვივა m ჯერ a, ხო? მაგრამ a კი გავსაზღვრეთ უკვე, ანუ m-ი უნდა გავამრავლოთ f-ი შეფარდებული 3m-თან. 3m-თან ეს m-ი შევიკვეცება და აქედან რა გამოგვივა ჩვენ რომ t ტოლი იქნება f-ს დამატებული f მესამედი, ეს კი ტოლი იქნება 4 მესამედი f-ის. შესაბამისად საბოლოოდ თუ დავწერთ პასუხს, დაჭიმულობის ძალა ტოლი ყოფილა 4 მესამედი f-ის. ეს კი არის პასუხი G.